გვითხრებით, რასაც ნახავთ, არ აქვს მორალი. ცხოვრებისათვის ვერ ისწავლით ჩვენთან ვერაფერს. ვისაც წასვლა სურს, სანამ დროა დაეწამბრძანდეს. ქუთაისში თეატრმა ლიანდაგმა პირველ პრემიერას უმასპინძლა. ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცე მაყურებელს სპექტაკლით ბერსერკები ფილოქტეტეს შეხვდა. პიესა გერმანელი დრამატურგის ჰაინერ მიულერის ტექსტის თანამედროვე ვერსიაზეა შექმნილი. ახალგაზრდა რეჟისორმა გიორგი ჯამბურიამ მსახიობებთან ერთად მიულერის ფილოქტეტეს სრულიად თანამედროვე ბერსერკული ვერსია შექმნა. Am ბევრი მუშაობა მოგვიწია რომ მოვსულიყავით ამ დღემდე. სპექტაკლი თან არის სპექტაკლი ლაბორატორია რაღაცა იმპროვიზაციული სპონტანური თამაში იბადება მხოლოდ სპექტაკლებზე და დღევანდელი დღე იყო ისეთი როგორც არის ხოლმე ალბათ პირველი შეხვედრა ესეთი ტიპის თეატრის პუბლიკასთან რომელიც ისე პუბლიკის გარეშე როდესაც იქნება რეპეტიციებზე ჯერ კიდევ რაღაცა დონემდეა მისული რომელსაც ემატება მხოლოდ პუბლიკა რომ მოდის ის შრე. ხალისიანი იყო ძალიან დღევანდელი დღე მგონი რომ ჩვენ გავერთეთ და ის მაყურებელი რომელიც არ შეაცვუნა იმან რომ სხვანაირი თეატრი იყო და აყვა ჩვენ თამაშს შეიძლება ისინიც გაერთნენ იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში ამის. მაგიტო ძალიან მოხარული ვიყავი რომ აქ მოვდიოდით სპექტაკლის გასაკეთებლად და ეხლა უკვე სპექტაკლის შემდეგ აქ ხედავ ვიგრძენი კიდეც პროცესის დროს ძალიან ჩართული იყო მაყურებელი და რაღაცნაირი სითბო მოდიოდა მათგან. დაეტყობოდათ რომ რაღაცნაირად თითქოს ყურით ძალიან მოყვებოდნენ და ეს ძალიან საინტერესო არის. იმიტომ რომ ბერსერკული სპექტაკლები და ზოგადად ბერსერკული ენა ძირითადად არის ძალიან მუსიკალური. და ამას უნდა უსმინოს მაყურებელმა. მარტო სული ვარ არავინ არის ამ მკვდარ კლდებ ზეცასა და ჩემს თვალებს შორის მხოლოდ თვალები შავი რუბელია შვიდადელიან ჩემს ჩადაღლებას ან თევზებისათვის ნარჩენების წართამევას როცა მე თავს დავიხრჩობ გემის ლანდს ზღვაში და და ბერძენთა სამოს სატარებო. ერთ დროს ასეც ხომ მეც ვატარებდი. ელინა ლიდგას! ელინა ლის სამოსში ალბა. სპექტაკლი იკვლევს ადამიანისა და კოლექტივის ურთიერთობას, რაც ნიშნავს განდევნა, სოლიდარობა და ერთგულება თანამედროვე საზოგადოებაში. თემები, რომლებსაც სპექტაკლი ეხება, დღესაც აქტუალურია. ძალაუფლების, ინდივიდისა და საზოგადოების ურთიერთობის თვალსაზრისით. სპექტაკლი სავსეა მოულოდნელობებით, ექსპერიმენტებით, სადაც მაყურებელი თავად ხდება წარმოდგენის მონაწილე. თანხმოვნებით აჟღერებული ტექსტი კი მაყურებელს არა მხოლოდ დამკვირვებლად, არამედ ძლიერ მსმენელად აქცევს. ამ თანხმოვნების კაკაფონიაში ეს ურთულესი და უმაგრესი ტექსტი მიულერის ისეთი არ დაკარგულა არც ერთი სიტყვა. მიუხედავად ჰქონდათ აბსოლუტურად ექსპერიმენტული მუსიკა თვითონ სიტყვაში და რაღაც უნიჭიერესი ახალგაზრდები იყვნენ. ტოტალური შრომა ჰქონდათ გაწეული. და სადღაც სხვა სამყაროში რაღაცა მეტათეატრი იყო და ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. ლიანდაგის არსებობა ქალაქში არის ახალი სიცოცხლე და ახალი ენერგია. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის და აქ ინფორმაციების გაცვლა და რაღაცნაირად თანამოაზრეების პოვნა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუმცა ეს იყო ჩემთვის აღმოჩენა, სიახლე რომელიც გონია რომ ვეღარასდროს ვეღარ ვნახავ და აქამდე თუ მეგონა რომ სპექტაკლში რაღაცეები აღმოჩენილი მქონდა, დღეს მივხვდი რომ თურმე არაფერს არ ვიცი და შეიძლება იმდენი რამ იპოვო და რაზეც არასდროს არ გიფიქრია. პირველ სკოლისა დიდი მადლობა მინდა უთხრა ანდროს კაცმა, რომელმაც გააკეთა ეს სივრცე და დადგა გზაზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, ბევრ ადამიანს მიცემს ინსპირაციას და ბევრი საინტერესო რაღაცეები წამოვა თითქოს და ელემენტარული რაღაციდან. რა და ის რაც გააკეთა ანდრომ, გუშინ ვეხუმრებოდი ნიკოლაძეს გაუხარდებოდა
გაუმხარდება, დარწმუნებული ვარ თქვა და რაც შეეხება სპექტაკლს, ეს იყო ჩემთვის მოულოდნელობა. ბევრი არ მიფიქრია თქვა რა, როგორ რა იქნებოდა. მე თვითონ ამ დასზე მქონდა ინფორმაცია, მაგრამ ის რაც ნახე, აბსოლუტურად მოულოდნელი იყო და ჩემი ბავშვობის ფიქრები, რაღაცები სპექტაკლის როგორ რა ინტერაქტიულობა ესენი ყველაფერი გააღვიძა და ბედნიერი გამხადა რა. ახალი სპექტაკლის სრულიად ახალ სივრცეში ნახვის შესაძლებლობა ბერსერკებისა და ლიანდაგის გაერთიანებით გახდა შესაძლებელი. ბერსერკები ევოლუციური თეატრალური პროექტია, რომელიც მოიცავს სპექტაკლებს, პერფორმანსებსა და ჰეპენინგებს. პროექტის ავტორები მას ახალ მისტერიულ თეატრად მოიხსენიებენ, სადაც ტრადიციული იერარქია იშლება და მის ადგილს ერთგვარი პანკური თეატრალური თავგადასავალი იკავებს. თეატრი ლიანდაგი კი ქუთაისში ნიკო ნიკოლაძის კლუბის ახალ სივრცეში მდებარეობს და მისი მიზანია ქალაქის კულტურული ცხოვრების გააქტიურება და რეგიონებში თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა. ეს ქალაქი არის საბადო იყო და არის. და ამ ქალაქში ნიჭი არის დღემდე და მუდამ იქნება. მე დარწმუნებული ვარ ჯერამე ჩემი ქალაქის, ამ ქალაქის და სულ მქონდა რაღაცა ფიქრი ის რომ მე რო დაბრუნდებოდი. რაც წავედი წლების წინ მის მერე მოვდივარ და რაღაცა მინდოდა შემექნა. ეს ალბათ ყველაფერი იმის ინსპირაცია, რომ ამ ქალაქის სიყვარული, ხელოვნების სიყვარული, თეატრის სიყვარული მაგრამ დაბადა და ბევრი კაი ადამიანის გვერდით დგომა. ბევრმა ინსპირაცია, ბევრმა მაგითი სტიმული მომცა კიდე და ჭირდება ამ ქალაქს, ჭირდება ყველას. მე ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ეს სივრცე არ არის ჩემი. ეს არის ყველასი, ჩვენია ყველასი და ჩემი თხოვნა იქნება როგორ რაღაცა იცი, მოდი ეს სივრცე ჩვენ თვითონვე მოუვაროთ. ხელი შეუწყოთ აქაურობას, ჩათვალეთ რომ ანდრო თითქოს აქ არ არის და ყველასია აქაურობა. თეატრი ლიანდაგი ოფიციალურად 2025 წლის 16 სექტემბერს კლასიკური მუსიკის საღამოთი ოპუსით გაიხსნა.